საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი გახლავთ ჟურნალისტი ნუკა არველაძე, ხოლო მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღულიანი. საღამო მშვიდობის ნუკა, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. სანქციები ეს სიტყვა უკვე ქართველი ტელემაყურებლის ყურსაც შეეჩვია. ისმის ყველა მხრიდან ბალტიის ქვეყნებმა დაუწესეს საქართველოს 17 მოქალაქეს, რომლებიც ხელისუფლებაშიც არიან, ძირითადად იქ ძალოვნები იგულისხმება, მათ შორის პრემიერ-მინისტრია საუბარი ირაკლი კობახიძეს სანქციები მათ არ მოწონთ აქ ჩატარებული არჩევნები და ის ყოველივე რაც მოხვა ამ არჩევნებს აქციები ქუჩაში გარდა ამისა სანქციებზე იყო დღეს საუბარი ევროკავშირში განიხილავენ ქართველი დიპლომატებისთვის დიპლომატიური პასპორტების მოქმედების შეჩერებას დღეს უფრო ფართომსჯელობა იყო ამაზე, თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს სასანქციო პოლიტიკა საქართველოს მიმართ, მაგრამ იქ როგორც ჩანს, ექნებათ მცდელობა სწორედ დიპლომატებს შეუზღუდონ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა, ქართულ დიპლომატებზეა საუბარი. როგორ შეაფასებდით არსებულ ვითარებას, მდგომარეობას აი ამ სანქციებთან დაკავშირებით, დაძლევადია თუ არა ეს? ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ამბობენ, რომ ეს არაფერი შეიძლება ამის გადალახვა, ამის დაძლევა, ბევრი რამ შეიცვლება ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე, უბრალოდ როდესაც ის შეევა უკვე უფლებამოსილებაში. შენი ნებართვით ცოტა შორიდან დავიწყებ სანქციებზე ლაპარაკს, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს გავიარეთ სანქციების და იზოლაციების პერიოდი 90-იან წლებში დავით. და ჩვენ ერთი თაობის ადამიანები ვართ და ყველას ორივე ძალიან კარგად გვახსოვს. მაშინ ამას არ დაარქვეს სანქცია, მაშინ საქართველოს პირდაპირ დაარქვეს ტერორისტული ქვეყანა და ფაქტობრივად ჩვენ მოგვაქციეს იზოლაციაში და მაშინ ძალიან კარგად იყო ეს დასავლეთის ძალები ალიანსში შესული რუსეთთან. და გამოვიდა ისე რომ საქართველოს პინგ-პონგის სათამაშო ძალიან კარგი ქვეყანა ვიყავ. დავაზუსტებდი, უბრალოდ რუსეთის ხელისუფლება იყო აბსოლუტურად მარიონეტულ მდგომარეობაში. კი, და დასავლური მედია ელცინის რუსეთზე მაქვს ლაპარაკი, როდესაც ფაქტობრივად აი ჩვენ მაშინ საქართველოს ისეთ საცუდავ მდგომარეობაში ვიყავით და თან ყველაფერთან ერთად ამას ჩვენ ხო ვერ ვაცნობიერებდით. ჩვენ ვერ ხვდებოდით. თუნდაც ის რატო დაიწყო ომი, რატო მოხდა გადატრიალება, როგორ მოხდა ის რომ არჩევნებმა ისე ლაღად ჩაიარა და მე უცებ თავზე დაგვამხეს ქვეყანა. აი ბუშის განცხადება ზვიად გამსახურდიაზე რომ დინების საწინააღმდეგო და ცნობილი კადრებია ეს თავის კადრებია ეს ხო ამას ჩვენ ხო არ ვიგონებთ ეს ჩვენ გავიარეთ და ჩვენ იმ წლების გაანალიზება რომ არ გავაკეთეთ. დღეს ფაქტობრივად იგივეს გვატარებენ, მაგრამ ერთი დიდი განსხვავებით. მაშინ სოფლიო რუკაზე სხვანაირად იყო ჩინეთი, სოფლიო რუკაზე სხვანაირად პოზიციონებდა რუსეთი და და ინდოეთი. ეს დიდი ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ახლა გვაკავშირებს გარკვეული უკვე სავაჭრო ეკონომიკური გადაბმები, ესე ვთქვათ, დერეფნის სახით. გამომდინარე აქედან ჩვენმა ქვეყანამ შეიძინა ის ფაზი, რაც ხელოვნურად დაგვაკარგინა დასავლეთმა და მაშინდელმა რუსეთის მარიონეტულმა მთავრობამ დავაზუსტებ ეს მომეწონა ეს ფრაზა დავით ერთად. დღეს ჩვენ სხვა მდგომარეობებს, დღეს ჩვენ ტრამპი კი არ გვიშველის. სვიად გამსახურდიას ჰქონდა ძალიან მძიმე პრესა, დასავლური მძიმე პრესა. საშინელება გაუკეთეს. აი არჩევანის საშუალება არც ხალხს დაგვიტოვეს, არც გამსახურდიას და საერთოდ აი ვიყავით ჩვენ მაშინდელი შოკი, აი ომის, შიდა ომის, რამდენი ომი გავიარეთ 2-3 წელიწადში, 4 ხო? აფხაზეთი სამაჩაბლო, სამოქალაქო ომი ერთი და სამოქალაქო მეორე, როდესაც ელიავამ სამეგრელო ცალკე სახელმწიფოდ გამოგვიცხადა. პირდაპირ ესპანური მედია, ასევე იტალიური ლა სტამპა, რაც მახსოვს, პაისი, ელ პაისი, პირდაპირ წერდნენ, ანუ გამსახურდიას ნათქვამი ოს ერზე ოსურ ნაციაზე იყო ძალიან უტრირებული. წარმოგიდგენიათ, რომ დემოკრატიულად აირჩიეს პრეზიდენტიო და საკუთარ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ამბობენ, ესენი ერთი სტადიონიაო აფხაზები, ესენი ოსები ერთი მუჭახ. ვინ არისო ეს კაციო? პირდაპირ ანუ
დასავლურ გამოცემებს ჰქონდათ აგორებული ტალღა გამსახურდია საწინააღმდეგო ტალღა. გამსახურდია მეკიცი, მე ვერ მოვიპოვე ეგ ვიდეოებში შენ. იცით როგორ ისინი უტრირებენ პირდაპირ თქვათ გამსახურდიას თუნდაც იმ მიტინგებზე მეც სწორად აღნიშნეთ ჩვენ ერთი თაობა ვართ მეც მახსოვს ის მაშინ ფოტოაპარატით დავრბოდი მეც ახლა სკოლას ვამთავრებდი ასე თქვა და ინტერესი მქონდა ხო და საქმე რაშია ის უბრალოდ ხსნიდა საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე რეალურ სურათს იქ არ იყო ნაგულისხმები და რაღაც ანტაგონიზმები არ იყო ჩადებული რომ ეს გაშუქებული ის არ იყო რეალურად მაგრამ მათ სხვანაირად წარმოაჩინეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იყო, ანუ გამსახურდია აღმოჩნდა გარდამავალი პრეზიდენტი, რომელიც უნდა ჩანაცვლებულიყო შევარდნაძეთ რა. რომ იმისათვის, რომ აქ დასავლური თამაშები რუსეთის წინააღმდეგ დაალაგებულიყო საჭირო დროს, როცა გამოვეყენებინეთ. მე სხვადასხვას ვერ ვაკეთებ. აბა რა პრობლემა იყო საქართველოს განვითარება 30 წლის მანძილზე თუნდაც ეკონომიკურად ფეხზე დაყენება ამ პატარა ქვეყნის დასავლეთისთვის არანაირი. ეს ბოლო 12 წელი ჩვენ თუ ეს მოვახერხეთ ეკონომიკურად რაც მოხერხდა როგორ ვინ დამაჯერებს რომ მანამდე შეუძლებელი იქნებოდა. უბრალოდ ამის ნება არ იყო, არც პოლიტიკური ნება იყო და არც სურვილი. იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს განხილული ვიყავით უკვე სანქცირებული, არაფორმალურად სანქცირებული და იზოლირებული საქართველოს, რომელმე ვაიმე შუქი გაგვიხარდა, გესმით და ტას უკრავდით იმაზე, რაც ბუნებრივად უნდა გქონოდა, არ უნდა მოშლილიყო. და ეხლა უნდა იმ ტალღაში შეგვიყვანონ, რომ აი ფაქტობრივად იცი რა, მე ესე ვიტყვი რუსეთის რომ არა ეს გონივრული პოლიტიკა ალბათ იმ ნაბიჯებით, რაც საქართველოს ბოლო წლები გადადგა, ნებისმიერი ალბათ დიდი ესეთი როგორც ხატავენ რუსეთს იმპერიული და დაუნდობელი ქვეყანა არ დაგვინდობდა. მოდი რა სიმართლე ვთქვათ, 2008 წელს რა უშლიდა ხელს რომ დაეპყრო ქვეყანა. აი დაუშლიდა რუსეთს არაფერი აბსოლუტურად ხო ვინ შეაშინა ხა ამერიკის ავიანოსეცმა გააჩერა პუტინი ხო ნუ ეს ხო საერთოდ ტყუილი იყო ხო ნუ ეს ტყუილი იყო მოდი რა აქედან დავიწყოთ რა და ნატოს შინაარსი რო შემოფრინდა ვითომ საქართველოში კარგი რა ხო ნუ ხა გავიზარდეთ ხო 70 წლის მანძილზე ვისწავლეთ ეს პოლიტიკა უფრო კარგად გავიგეთ დასავლეთი ხო კი მანამდე იყო ქვეყანა იზოლირებული და ნაკლები ინფორმაციის ცნობა ჰქონდა თუმცა მაშინდელი საერთაშორისო მომხილველები ეს ციციაშვილი და ბოლოტაშვილი და ესენი რასაც გვეუბნებოდნენ აღმოჩნდა არანაირი პროპაგანდა არ ყოფილა ის ყოფილა ყველაფერი სიმართლე იმიტომ რომ მე კი პატარა ვიყავი მაგრამ ყოველთვის ინტერესით მაინტერესებდა საზღვარს იქეთ რა ხდებოდა ყოველთვის ინტერესით უსმენდი აღმოჩნდა რომ არც ერთი მათგანით ყოველს არასდროს არ გვეუბნებოდა იმას რაც რეალურად იყო მაშინ დასავლეთი უბრალოდ ჩვენ რაღაცა ის შექმნილი ჭყვეალა კამფეტის ეფექტი ჰქონდა და ჯინსების რა კი აი რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს ახლა დღეს საპასუხო განცხადება იყო მთავრობის მიერ გაკეთებული რომ მართალია იმაზე რაც ბალტიის ქვეყნებმა ძირითადად ეს ორი ქვეყანა ესტონეთი და ლიეტუვა ჩვენს შეგვიძლია საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ. ოღონდ ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ პატივცემთ ბალტიისპირელ ხალხსო. ახლა მე მიჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა. თუ კი ჩვენი მთავრობა, ახლანდელი მთავრობა, რომელიც აი დასავლეთში კითხვის ნიშნებია, საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნები და აქაც მოსახლეობის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ კი ეს ხელისუფლება არის არჩეული ხალხის მიერ და თუ კი ის მთავრობები ბალტიისპირეთში ასევე არჩეულია ხალხის მიერ რატომ არ ხდება სარკისებური პასუხი ძალიან შერბილებული ხომ არ არის ტონი რომ იცით ჩვენ ხალხს ვცემთ პატივს კი მაგრამ ხო იმ ხალხმა აირჩია ის ხელისუფლებები შერბილებული ანუ ჩვენ ხო ანუ გამოდის რომ ჩვენ ხალხი არ ვართ თუ როგორ არის თუ კი ისინი არ გვინდობენ ჩვენ რატო ვინდობთ ჩემთვის ეს გაუგებარია აი ეს კითხვა მაქვს თქვენთან გაუგებარია დავით და უბრალოდ მე თვითონ დავსვი ეს კითხვები და მეც მინდა ამის პასუხების გაგება იმიტომ რომ მე არ დავიჩემებ რომ პოლიტოლოგი ვარ მაგრამ საკმაოდ კარგი მიმომხილველი ვარ და საკმაოდ მეტნაკლებად გამეგება რას ვლაპარაკობ და რას ვლაპარაკობ ბოლო 30 წელია ჟურნალისტიკით ამის შესაძლებლობა მაქვს იმიტომ რომ ჩვენთვის გაუგებარია მე ვერ ვხსნი მე იცი რას ვერ ვხსნი კიდე როდის გახდა ეს ერები ჩვენი მეგობრები
მე არ მახსოვს მაგათი მეგობრობა საქართველოს მიმართ. ზოგადად პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს, მოდი შევთანხმდეთ. არის მხოლოდ ქვეყნების ინტერესები. რა ინტერესი გვაქვს ჩვენ საქართველოს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, როცა ყველა ჯერზე ბოლო წლების მანძილზე ჩვენ არც ერთხელ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას მხარდაჭერა არც ერთ საკითხში არ ქონია. მე არ მესმის რატომ ამეგობრებენ იმათ ძალით, ვინც ჩემს მიერ არჩეულ ხელისუფლებას, უკაცრავად მე უნდა მქონდეს ეს ღირსების შეგრძნება, ხელისუფლებასაც უნდა მქონდეს რა. მე იმიტომ ავირჩიე, რომ ზუსტად აი ღირსების დაცვაზე, ღირსების ბაზე რო არ გადამიაროს არავინ, ხო? აქვე იყო მინიშნება, რომ ერთ-ერთი ქვეყანა აიძულებს მათ ეს გააკეთონ და ასევე აპელირება იყო იმაზე, რომ ხო არ გამოვიდნენ საბჭოური მენტალობიდანო. ანუ ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოვიდნენ საბჭოური მენტალობიდან და ხალხი ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ აიძულებს? მე არ მაინტერესებს იმათ რა უჭერს. მე არ მინდა რომ ისე გამიჭირდეს როგორც იმათ უჭერს რა. და მე ამის შესაძლებლობა მაქვს. მე გეოგრაფიაც ამის შესაძლებლობას მაძლევს, ისეთ ადგილზე ვარ. მით უმეტეს დღეს, როცა ჩვენი პოზიციონირება აი ამ გეოპოლიტიკაში მეტნაკლებად აღარ არის მყიფე, ძლიერია. ჩვენ შეგვიძლია ამით გარკვეული განაცხადის გაკეთება, გავაკეთეთ კიდეც, ხო? ვარ რაღაცა ის ჩინეთთან იმის შანხაის პროგრამები დამოწა ის ბრიქსის ხო ჯერ არ ვართ მაგრამ ხო შესაძლოა რომ დადგეს ეგ საკითხი და არანაკლებად მდიდარი ორგანიზაცია და არანაკლებად ძლიერი ქვეყნების გუნდი შეიკრიბა ხო და ზუსტად ეგაშინებს ახლა დასავლეთს ტრამპი მოვა აი მოვიდა ტრამპი ოჩი ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იცვლება პრეზიდენტები მაგრამ არ იცვლება ის ხალხი ვინც მართავს საგარეო ვექტორს ტრამპი მათ ხელს ვერ მოკიდებს, არავინ არ მიცემს მაგის შესაძლებლობას რა. და თუ მოკიდებს კიდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა გიждდება ტრამპი და საქართველოს ჩვენი ლამაზი თვალების გამო დუც დაუძახებს ყველას. ეჭვმეპარება, ის პოლიტიკოსია, პრაგმატია, ბიზნესმენია, ზუსტად იცის რა ჭირდება რა, იმისთვის რომ თავის ქვეყანა გააძლიეროს. ის მოვიდა იმისთვის რომ ამერიკა გახადოს დიდებული და არა საქართველო და თუ დაჭირდა იმისთვის რომ ამერიკა დიდებული გახდეს საქართველოს ფეხქვეშ ამოდება არც დაფიქრდება ისე ამოიდებს და არ დაგვაუწყოს რომ კელი დეგნანი ტრამპმა გამოგვიგზავნა არა ბაიდენმა ტრამპის საჩუქარი იყო კელი დეგნანი რომელმაც ფაქტობრივად რევოლუცია ლამის მოგვიწოდა და გარაჟებში გარჩევებს გვიწყობდა ხო კი იყო ასეთიც საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის პიტერ სიარტო ამბობს ასეთ რამეს რომ მე უკვე გადაცემის დასაწყისში ვთქვი რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ვეტო დაადეს ევროკავშირის იმ ქვეყანათა გადაწყვეტილებას რომ მოხდეს დასანქცირება საქართველოში უბრალოდ იქ მათ აქვთ მექანიზმი მომდევნო კვირას, რასაც აპირებენ რომ შეუზღუდონ ქართველ დიპლომატებს პასპორტების მოქმედება, ეგრეთ წოდებული ლურჯი პასპორტების მოქმედება. და პიტერ სიარტო ამბობს რომ საქართველოსთან დაკავშირებულ სანქციებზე თავს ესხმიან, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა სუვერენული მთავრობის არჩევა გაბედაო. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ამ სიტყვებში, რასაც სიარტო ამბობს, აი ერთ-ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. და სხვა მინისტრები ჩუმად არიან, პირიქით საწინააღმდეგოს ამბობენ. იქ იყო ესპანეთის წარმომადგენელი, ასევე დღეს გამოჩნდა კი ლატვიის წარმომადგენელი, მოდის კრიტიკა გაუთავებლად. გარდა ამისა, საფრანგეთში ჩვენ მოველით რომ ახლა იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი, მას განსხვავებული პოზიცია აქვს მაკრონთან შედარებით. მაკრონი ამბობს რომ მე არ წავალ 2027 წლამდე აპირებს გაჩერებას, მაგრამ ჩანს რომ უკვე შოლცს მოუწევს წასვლა. აი ახლა ბუნდესტაგში სხედან, იქ ძველი რეიხსკანცელარიის შენობაში, რეიხსტაგის, თუმცა ახლა ბუნდესტაგი ქვია და იხილავენ ამ თავრობაზე ნდობის საკითხს დიდი ალბათობით ვერ მიიღებს. ნუ მერცი ასევე გამოვიდა დიდი კრიტიკით, ეს არის დაპირისპირებული პარტიის, რომელსაც ასევე საკმაოდ დიდი ელექტორატი ყავს და ისიც არის კანდიდატი კანცლერობის. დიდი ალბათობით შეიძლება მერცი გახდეს. ევროპაში იცვლება მოცემულობა, თუმცა ეს ხდება ნელ-ნელა. ჩვენ თუ გვაქვს იმის დრო, რომ ამ წნეხს გაუძლოთ და გავიდეთ სამშვიდობოზე, პოლიტიკურ ასპექტს გულისხმობ. ერთადერთი შანსი ჩვენ რომ ამ წნეხს გაუძლოთ არის
თუ ჩვენ მართლა მხარდაჭერას გაგვიწევს ჩინეთი და რუსეთი. პირდაპირ გეტყვი. სხვა შემთხვევაში გამორიცხული, გითხარი 90-იანებში ჩვენ ფაქტობრივად მოგვაქციეს იზოლაციაში, აი ზუსტად ამის სურვილი აქვს ახლა ევროპას, რომ ანალოგიური იმას რა ენაღულება ახლა შენ რუსეთიდან გებ ხორბალს, დენს, გაზს, თუ არ მიიღებ იმისთვის რა პრობლემაა გეხვეწები, შენ რო რაღაცა და მაშინ რა განიცდი და ვინმე რამეს? მე მახსოვს მაშინ ჰუმანიტარული დახმარება რო შემოიტანეს ამერიკიდან, ვინ შემოიტანა, ვინ შემოყვა იმ დახმარებას, იმ ამერიკელმა გააკეთა ბიზნესი და მე აქ ბარი იყიდა და $700,000 გაყიდა. ანუ ჯიბე ვიცნობ კიდეც იმ ხალხს, ვიცნობდი კიდეც. და ყვებოდა ტრაბახობდა ამით, რომ რამხელა ფულის გაკეთების შესაძლებლობა მიცა საქართველოს 90-იანებში. გავგიჟდი კინაღა, იმიტომ რომ ეს მაშინ იყო რა, ალბედით ნაცების წლებში იყო რა. და აი ესეთი სამარცხვინო არ ვიცი მე იცი, ერთადერთი ჩვენ ამას გაუძლევთ პირდაპირ ვიძახი რა. მიუხედავად იმისა, როგორც ჩვენ ვიქცევით რუსეთს, ეხლა მე ვაკვირდები, ვუყურებ გადაცემებს და ვხედავ, როგორი სიტყვეთი არ ყოფილა 30 წლის მანძილზე ესეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, იცი? არ ყოფილა ესეთი ისა, რომ არა, ნუ იქნებით პრორუსები, არ გჭირდება თქვენი პრორუსება, იყავით პროქართველები, თქვენ ქვეყანას მიხედეთ, იყავით სუვერენულები. ანუ ადამიანი გეხვეწება, რომ იცი რა, არ მჭირდება მე შენი მონობა ჩემთან რა, შენ თავს მიხედე. გააკ ამბიცია შეძელი ამდენი კიდე გააგრძელე გეუბნება. ვინაიდან რუსეთიც კაპიტალისტური ქვეყანაა, არა მაგათ რომ ჩვენი დაპყრობა უნდადეს რუსეთს. რა პრობლემა აქვს? სამდღიანი გეგმა უდევთ, ხო ყველა მიცის ეს. გამოქვეყნდა რამდენჯერმე, ნუ ესე არაოფიციალური წყაროებში, მაგრამ ვიცით რომ ეხა 2008 წელს აგერ მოვიდა თბილისამდე, ხო? და დაიხია უკან 50 კილომეტრში გაქვს ერთი ბაზა, აფხაზეთში მეორე, სამხრეთ ოსეთში მესამე, უყურე და გვიმრის ბაზა გაქვს სომხეთში. რამე რომ მოხდა ღმერთმა დაიფაროს და წყვილად გავარდეს, როგორც მე ვიცი, ბაქო ჯეიჰანის მილის დაცვაზე პასუხისმგებელი არის აზერბაიჯანი. ანუ აზერბაიჯანს უფლება ეძლევა, რომ ამ მილის დასაცავად თავის ჯარი შემოიყვანოს. და რას ვაკეთებთ მე? ხო, ნუ ეს კითხვები არის კი ბატონო. და რანაირად უყურებთ ამას, თუ ჩვენ ხალხი არ ვიცით, ვერ ყვევით. მადლობა უფალს. დღეს ჩვენ არა ვართ ისეთ საინფორმაციო იზოლაციაში, როგორც ეს იყო 90-იანების დასაწყისში. როცა მე ლიტერატურა ჩამომდიოდა გადაქსეროქსებული მოსკოვიდან და აქ ვახსეროქსებით რომ მესწავლა. თქვენ ახლა უფალი ახსენეთ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე და ნუ რუსეთიც იყო აქ ნახსენები, პრეზიდენტმა პუტინმა სამხედროებთან თქვა ასეთი რაღაც, რომ დასავლეთის ქვეყნები და მათი ლიდერები თავს დედამიწაზე ხმელეთზე აგრძნობენ უფლის მოადგილეებად. თუმცა არ წამთ უფლისო. და უკრაინის კონტექსტში თქვა ასევე, რომ ასრულებს ახლა კიევი, ოფიციალური კიევი დაკვეთას, ვის ინტერესებსაც ემსახურება, რომ ეს 18 წლის ბიჭები გაიწვიონ პირდაპირ სასაკლაოზე. ნაუბოიო, აი ასე თქვა პირდაპირ. მართლა შევშორდ რომ მეგონა რომ ამას მაინც არ დაუშვებთ. სამწვადე ხბოებს რო ხოცავენ, აი ზუსტად ხო იციან დაიხოცებიან. და შეიძლება ერთმანეთი დახოცონ, რუსეთმა სულ არაფერი არ ესწროს. იმიტომ რომ ელემენტარული მიარაღის გამოყენების შესაძლებლობა ცოდნა ხო უნდა. და რამდენი ტყვე არის რო აიყვანეს, რომ ტყვეება თვითონ ეს იარაღი არ მოუწიეთო, პროსტა გამოგვიშვეს წინახაზე. უიარაღოთ. ვადევნებ ახლა მეც მაგას თვალყურს და აიცი მე რომელმა ფაქტმა გამაგიჟა დავით გეცოდნებია შენ ეს პეჩორის ლავრაში რაც გააკეთე ზელენსკი. ეს კოშმარი იყო რა თქმა უნდა, იდასტურით. ამას თუ როდესმე ვნახავდი ჩემი თვალით აი ის კიევო-პეჩორის სატრაპედო ტაძარში მოაწყეს ეს ქართული ჩვენთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო თუ არ მეშლება თუ იმედზე არც მახსოვს ზუსტად ეს მასტერშეფი. ხო. და იქ ეს ლიბერალი საყურეებიანი ბიჭები ის რაგვარია ნაჭყებია მე მგონი თუ არ ვიცი ეს მოსული ბიჭი რო არის ხო. წარმოიდგინეთ ახლა საქართველოში სვეტიცხოვლის საკურთხეველში რო შედგეს ეს მასტერშეფი და საზმაურო ამას აჩვენებდეს. აი ეს ხდება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ხდება იქ უკრაინაში ხდები და მე მაქვს კავშირი იქაურ სამღვდელოებასთან სასულიერ პირებთან რომ აი ისინი ვინც ახლა რუსთაველზე დგანან და მათ უკან დგომი ლიდერები
თქვენთან თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ჩათვალეთ რომ თქვენი უძველესი ეკლესია აღარ იარსებებსო. მოსპობენო. და პრინციპში ხო აქციებზე ხო რაც ვიხილეთ. დავით, ისაც ვერ მოახერხეს კომუნისტებმა, ესენი გაგვისწორებენ მიწასთან და აქციებზე ხო ვიხილეთ, რას აკეთებენ, ან წვავენ კუბოს, რომელსაც მაცხოვარია გამოსახული. კუბოები მეთქი, მე ესე ვაფასებ მაგას რა, იმიტომ რომ ეს საკრალური ისეთ რაღაცა შეეხნენ და ინგლისურათაც ტრანსპარანტზე ეწერათ, რომ ეკლესია უნდა დავანგრიოთ. ისეთ რაღაცა შეეხნენ, რომ აი მანდ მაქსაკიხში დროს უნდა მივცეთ დრო, იმიტომ რომ ნიდაიბოგ, რასაც იტყვიან რა, მანდ ისეთი რაღაცა, აი, არ ვიცი, 7 თაობა, 9 თაობა, 10 თაობა, მე ამის იმჯერა, იმიტომ რომ ვიცი ეს არსებობს. გეტყვეს, საიდან ვიცი. ჩემს სოფელში, როდესაც 37 წელს დაანგრიეს ოქონის ეკლესია, ვინც დაანგრია, ის კაცი მთელი ოჯახიანად დაახლოებით 20 წლის მანძილზე ამოწყდა. ოღონდ მარტო ერთი ოჯახი კი არა, სანათესაო. ეს ისტორია ჩემს სოფელში დადიოდა, აი ესე თაობიდან თაობაზე გადმოდიოდა რა. აი განადგურდა, ოჯახი გაქრა. ვინც იყო ინიციატორი, რომ წამო ეს ოქონი ძალიან ძლიერი სალოცავია, გეცოდინება ეხა შენ რა, უძლიერესი ძალის მატარებელი რა. ხო და ამას არ უნდა შეეხო რა. იყავი პოლიტიკაზე ილაპარაკე, აბულინგე თუ გინდა, ოღონდ გაეშვი რელიგიას, გაეშვი ეკლესიას რა. ეს ხო სექტა არ არის რომ შენ 1000 წლოვან ეკლესიას მიადგე და ხო ამბობენ ეთერში სატელევიზიო ეთერში რომ უნდა დაუხუროთ, უნდა დაუკვირდეთ, უნდა გავანადგუროთ. ამბობენ და ეხა და აი სანქციებს რო დაუბრუნდეთ, იცი რა არის? ჩემთვის მაგალითად ეხლა მე მირჩევნია, შევინარჩუნოთ ეს თვითმყოფადობა და ვიყოთ იზოლირებული ევროპისაგან. ამ ევროპისაგან, მოდი ესე ვთქვათ რა. მე არა ვარ წინააღმდეგი ევროპელ ხალხთან ურთიერთობის და მეგობრების სხვადასხვა ასევე და გაგიჟებულები რო არიან იქ და გადარეულებია იმ წყობისგან რაც ჭირთ რა და საბოლოოდ იცი რა მოხდება ევროპაში ხა პრეზიდენტებს რო დაუბრუნდეთ, შენ კარგი მიმოხილვა გააკეთო დავით. საფრანგეთის რევოლუცია ხო გახსოვს? აი დაახლოებით ესეთი წალეკვა. მახსოვს ლაივში არ მახსოვს გადმოცემით ხო თვითონ ისტორიას აი დაახლოებით ესეთი წალება შეიძლება მოხდეს მანდიცი ანალოგიური იმიტომ რომ ფრანგები ხო ეცი ითმენენ და მე შეიძლება გადაირივნონ ისე გადაირივნონ რომ ვერამ ვერ დაეციოს და ძალიან ცივი ზამთარი დადგა ძალიან ცივი ხო ნუ ამ საფრანგეთის რევოლუცია რადგან ახსენეთ ახლა მე ყველას ეს რობესპიერი დანტონი სხვათა შორის სკელტიანი წიგნია ის ციკლი იყო თუ გახსოვთ жизнь замечательных людей და დანტონზე სრული ეს თვითონ მასალა წაკითხული მაქვს როგორ მოქმედებდა ნუ კაი ხანი გავიდა 15 წლის წინ იყო ეს ყველაფერი მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მახსოვს როგორ დაასრულეს აი თქვენ თქმის არ იყოს ყველა ეშაფოძე მოუწია ყველას თითქმის ასვლა იქ ცნობილი ნახატიც არის ხო სმერც მარატა ან მარატი რო უკვე დამხობილია იქ წერილს რო წერს ხო ჟაკ ლუი დავიდია მე მგონი თუ ავტორი თუ არ მეშლება ხო და ცუდად დაასრულეს მათ ყველამ უმეტესობამ ხო და ეხლა აი რადგან შევეხეთ აი ესეთ მოვლენებს ეს ოპოზიციური ლიდერები დღეს გამოუშვიათ ერთ-ერთი პროკურორი შვამდგომლობა იყო მეორეც გამოუშვეს ხო ნუ მოკლედ აი გვარამია ამბობს ასეთ რამეს ახლა აი ნახეთ უბრალოდ ჩავიკითხავ ამ headlines და თავად განსაჭირე ორ დიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი ყავსო ნუ გულისხმობს ახლა ყოველას ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი არის სალომე ზურაბიშვილი ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნების შესაძლოა მერეც დარჩეს მე ვისურვებდი ამასო პირველივე წინადადებაში ნახეთ რას აკეთებს ტაქსისტები მოქალაქეები ხალხი რომლებიც ოჯახს არჩენენ აქ სმენიათ კიდეც ხო გორიდან ჩამოდიან რადგან ტრასა არის და თბილისში და აქ მანქანებში ეძინათ კიდეც რომ 2 კაპიკი ლუკმა შეიტანონ თავიანთი გასამსჯელოს რასაც იღებენ ოჯახებში რამხელა ეს კონტინგენტი ახლა უბრალოდ მერიას რომ იმართოთ ვინ იღებს ამ ნებართვებს უზარმაზარი კონტინგენტი ამ ტაქსისტების უკან რამდენი ოჯახის წევრი დგას მინიმუმ 2 ან 3 ხო აი ამ ტაქსისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ამ გვარამიამ შეაფურთხა. წარმოგიდგენიათ, ახლა აი ტაქსისტები ვინც კი არიან საქართველოში, ყველას სილა გააწნა. ყველა ადამიანებად მოიხსენა. რო არ აღიქვა დეჰუმანიზაციის ერთ-ერთი ის გაატარა რა, რასაც აკეთებენ პოლიციელების მიმართ. დავით. კი. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მიმართაც ხო იგივეა. რობოკოპი არის
აღჭურვილობა. აღჭურვილობას ეძახიან ადამიანს, გესმის რობოკოპები მოდიან. ეს არის აღჭურვილობა, რომ ჩაიცვას პოლიციელმა და გამოვიდეს. აღჭურვილობის სახელით მოიხსენიებენ ცოცხალ ადამიანებს. და მიდის სრული დეგრადაცია. და ჩვენ ამაზე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. აი მე ეს უფრო მრევსიცი. პოლიტიკური ნებაა საჭირო, აკრძალვებია საჭირო, პლებისციტია საჭირო, რეფერენდუმია საჭირო. ბოლო ჩვენ აი ამ ყველაფერს წერტილი დაუსვათ. არჩევნებმა ჩვენ არ გვიჩვენა რეფერენდუმის შედეგი. იმიტომ რომ არჩევნებზე ბევრი ოცნებაზე განაწყენებული არ მივიდა არჩევნებზე. უბრალოდ არ მიცა ხმა. არავის არ მიცა ხმა, დაჭდა დარჩა სახლში. მე დარწმუნებული ვარ რეფერენდუმის სხვა შედეგს დადებს დავით რა. იმიტომ რომ ოჯახის სიწმინდის დღე მე ამის თქმის საშუალებას მაძლევს. აი იქ გამოჩნდა, იქ არ იყო, ეს არ იყო პარტიული დღე. ეს იყო საქართველოს დღე, სადაც ყველა ქართველი, ვისაც აწუხებს საკუთარი სამშობლო, საკუთარი ოჯახი, საკუთარი შვილების მომავალი, იდგა იქ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ პლებისციტი, ან რეფერენდუმია საჭირო, რომ ჩვენ აი ამ ვაკხანალიიდან, ამ რაღაცა გაურკვეველი ლაბირინთებიდან გამოვიდეთ რა. კი ბატონო, ხო, აქ ასევე საინტერესოა ამ ქალის როლი, სალომე ზურაბიშვილის. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, ის მართლაც ასეთი შინაგანი რწმენა აქვს თავისი წინაპრებიდან გამომდინარე, რომ ასეთ სარისკო ნაბიჯებს როგორც ის ახლა დგამს. რაიმე ბონუსის გარეშე აკეთებს? ანუ მაინც რაღაც ფინანსური ბონუსი იქნება. არა, ბონუსი არის, ერთი შვილი არის დასაქმებული მაკრონის აპარატში, ელისეის სასახლეში. მეორე შვილს საერთოდ არ ვიცი ახლა ტრამპის ადმინისტრაცია დაუტოვებს თუ არა, ვიცი რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დეპარტამენტი გაუკეთეს. აღმოსავლეთ ქვეყნებს რაღაცა ბლა. არ მახსოვს ზუსტი დასახელება. რას ქვია ბონუსის გარეშე? დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსური გარანტიებით, იმიტომ რომ უყურე პირველი რასაც ესენი აკეთებენ და რაც დაიწყეს სააკაშვილის დროს და იმ ტალღაში მეც მოყვევს ხათაშორის ძალიან ბევრი ადამიანს შეუქმნეს ფინანსური პრობლემები. თვლიან რომ ფინანსური პრობლემა როცა გაქვს, შენ ფინანსურ პრობლემაში მოქცეული ადვილად სამართავი ხდები. თუნდაც არ იზიარებდე ისინი უკვე შენ ანუ გაუნებელ ყოფილი ხარ რა, აი რაღაცნაირ ბომბი აღარ ახარ მაგაცთვის რა. აი ამიტომ იცი რა ივანიშვილის დროს რა მოხდა, ივანიშვილიც ამოვიდა, აი მოასწრეს. მაშინ ნაკლებად ფიქრობდნენ საქართველოს და სააკაშვილს ძალიან ისე დარწმუნებული ყავდა მთელი დასავლეთ რომ მართავდა სიტუაციას და ეს ოპოზიცია ჰქონდა დაფინანსებას ოპოზიციას უნაწილებდა სააკაშვილი და არ აძლევდა იმდენს რომ ესენი ბედნიერები ყოფილიყვნენ და ამ დროს ზუსტად მოხერხა მაგათი აქეთ გადმობირება ფინანსებით ძალიან მარტივად. დღეს უკვე ეს შეცდომა დასავლეთმა აღარ გაიმეორა და ესენი იმედენად უზრუნველყოფილები არიან, დავით. ყველაფერი საბოლოოდ მიდის ფულამდე რა. იმდენად უზრუნველყოფილები არიან, იმდენად გარანტირებული აქვს საქართველოსთან გასვლა. ოღონდ ზემოთა ნაწილს ვერ ხუშკას ესე ვთქვათ, ლიდერებს, ბჭყალებში, გაყიდულ აგენტებს. რომ ნებისმიერ წამს ახლა აქ რომ მოხდეს რომ მათი ცხოვრება გაუსაზღლესი გახდება და ისედაც ვერ ძლებენ აქ იმიტომ რომ არ უყვართ საქართველო. იქ სახლი აქვთ, კარი აქვთ, აი სამადაშოს ვიცი რომ ირლანდიაში აქვს სახლი ნაყიდი. ვიცი რომ დოლიძეს მეგონი აი ზუსტად არ მახსოვს ახლა მქონდა მაგისია რა, ვისაც მქონდა სახლი ნაყიდი რა. ამერიკაში აქვს რამოდენიმე სახლი ნაყიდი, რამოდენიმე საფრანგეთში აქვს სახლი ნაყიდი. ანუ ის გარანტირებული თავისი გაქცევის უკან დახევის გზები გარანტირებული აქვს. რატო არ ბოლომდე რატო არ მიაწვევიან? ფეხებზე არ კიდია, იციან რომ აი აქ ოცნების მომხრეები ვერ არიან ეს წელში დამხრებში გამართულები რა და თვიდან თვემდე ცხოვრობენ. ძალიან კარგად იციან, გონეთ არ იციან, იმიტომ რომ ფაქტობრივად იქიდან ფული ცალკე შემოდიოდა და აქედან ცალკე პროექტების ბენეფიტებს იღებდნენ. და თანამდებობებზე იყვნენ. მე ველოდები კოჰაბიტაციის შედეგებს. ძალიან მაინტერესებს, როდის დაიწყება და როგორ. ხო, ეს ელფერიც აქვს ამ აქციებს, ანუ იკვეთება რომ ეს დასავლური ცენტრებიდან გადმოგზავნილი თანხები, ატრაბოტკის ეგრეთ წოდებული თანხები თეთრდება უბრალოდ აქ. და თუნდაც ეს დაპირისპირებული მხარეები რაღაც ფორად აძლევენ გეგონება ერთი მეორესო რა, არ ვიცი ახლა ეს. არა, ნამდვილად იგივე შეხედულება ხმას თავით, იგივე საბეჭდილება მშება და ნამდვილად არ გეშლება, იმიტომ რომ იმდენი გამოცდილება გვაქვს ჩვენ წლების მანძილზე აქციებით მიღებული, ზუსტად ხვდები იქ ადამიანი გულწრფელად არის, თუ არა გულწრფელად არის რა, აი ზუსტად ხვდები ამას რა. და კიდევ ერთი მომენტი, ახლა გადაუკეტიათ უკვე რუსთაველის გამზირი კვლავ პარლამენტის შენობასთან.
და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები მართავენ მსვლელობას. გუშინ იყო რამდენიმე სფერო იყო დასახელებული და ესეთი ორკესტრირებული ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხდება ესეთი headline-ები, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. დღეს ერთი მეგობარი ხუმრობდა, რომ თავად თმას არ ატარებს და ეხლა იქნება მელოტების აქციაც დავაორგანიზო, ხო, ჩემი ყოფილების აქციაც იქნება დავალომე. და ამას ნახეთ, რატო აქვს მნიშვნელობა, ისევ და ისევ დასავლური მედია, რომელიც ახლა მე ვაკვირდები და პირდაპირ რა თქმა უნდა ძალიან აი როგორ გითხრათ, პირდაპირ თეთრზე შავს წერენ, ან პირიქით შავზე თეთრს. კი, ყველანაირად ცდილობენ, ეს იყენებენ ამ მოდერაციას, სიტყვათა წყობებს ისეც, რომ მაქსიმალურად დახატონ აქ სურათი, რომ თუ აქ ხდება აბსოლუტური არადემოკრატიული პროცესები, შეზღუდულია პლურალიზმი, პრესის წარმომადგენლები დასახელებულია რამდენი ადამიანი იცემა, რამდენი დასახი ჩდა, ანუ პოლიციაზე საერთოდ კრინც არ იღებენ. ხო, ის კადრები, არ ვიცი ნახეს თუ არა, რა დღეში აგდებენ პოლიციელებს. ეს მომზადებული ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, იქ მომზადებული, რომელსაც ყველა არ არის, ახლა მე ვიცი, რომ რამოდენიმე პოლიციას ძალიან ძიმე ოპერაცია გაუკეთდა და ძალიან განვიცადა. და მართლა იცით, აი არასოდეს მე მეგობარი ვლაპარაკობდით, რომ არასოდეს აი ესეთი ჰუმანური და აი ესეთი თანაგრძნობით არ ყოფილა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, რაც აი ბოლო პერიოდი, მაგრამ ხანდახან მინდა ქუჩაში რომ დავინახო, მივიდე ჩავხვდო, მადლობა გადავუხადო. აი მართლა, რასაც ეხა ფაქტობრივად ჩავთვალოთ, რომ დღეს საქართველოს მომავალი დგას აი ამ ბიჭებზე, ვინც იქ დგას და ითმეს აი ამ უბედურებას, რასაც ესენი ატრიალებენ. აი მართლა მე ჩავთვლი რომ აი ეს რო გადაგორდება, არა მთავრობა, არა ხალხი. ეს ქვეყანა გადაარჩინა ძალოვანმა სისტემამ რა. აი ძალოვანის თანამშრომლებმა, აი ბიჭებმა, აი ვაჟკაცებმა, ქართველებმა, რომლებმაც აი მართლა გაუძლეს და როგორც ვიცი, აი შინაგან შიგნითაც ისეთი ძუხზე არიან, რომ არა რას ქვია, ჩვენ არ დავიღლებით და აი მართლა რამთა ერთმანეთს რო აუხნევენ და ერთმანეთს ხوارს და აი მე მაგალითად სიამოვნებით ახლა რო არსებობდეს ფონდი რომ აი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის, ხელფასის, მომთვის, პრემიისთვის, რაღაცისთვის, ბონუსისთვის შეგროვების დიდი სიამოვნებით გადავრიცხავდით თანხას და მე ვფიქრობ, რომ ესეთ რაღაცა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში რა, რომ ხალხმა მადლიერების გამოხატვა აი ამ სახით მაინც შეუძლია. ხო, მაგრამ იქ საპირისპირო სურათი იდგმება დასავლეთში, აი თუნდაც ახლა ვკითხულობ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი აკეთებს ეს მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით. იცი რას გეტყვი დავით, აი ამას როცა ვისმენ ჩემ ქვეყანაზე, ამას იგივეს ვისმენდი მე 10 წლის გვარ რუსეთს. უკვე ხვდები, რომ ისიც ტყუილი იყო, რასაც ამბობ. მაშინ მე ნაკლებად ვადევნებდი, აი ეს აქტიურად არა. რომ ჩვენს მიმართ მაშინ ცოტა რთული ურთიერთობა იყო იქიდან და ცოტა მაღიზიანებდა, მაგრამ ეხლა რასაც ვისმენთ, სხვა განწყობებია, ძალიან შეცვლილია ჩვენს მიმართ ურთიერთობა და გამოდის, რომ ისიც ტყუილები იყო რა. იმდენად ბევრს იტყუებიან, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, ხო ჩვენთან მაგდაგვარი არაფერი არ ხდება. და სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ჩანს მარტო აი მაჯლაჯონათა ჯგუფები რა. უსახო ადამიანები, რომლებსაც აი ესე რო ეთქვენ, აქ წადი, წავა, აი ესე რო ეთქვენ, აქ წამოდი, წამოვა. უსახო ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაგვწირონ, გადაგვატრიალონ, აი დაგხრიტონ, არ დაგვინდობენ რა. მე ამას ვგრძნობ. ეს მაჯლაჯუნები რო ახსენეთ, ახლა ვაკვირდები უბრალოდ ეს ტენდენცია წამოსული ნიღბიანები იყვნენ იმ აქციაზე, ერთ თვითონ მილია ჭავჭავაძის ნიღაბი ეკეთა, დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორის, ნუ ოღონ ძალიან ისეთი შეუხედავი ნიღაბები. საშინელი. გუშინ ახლა სოციქსელში გავრცელდა კიდე ერთი გოგონა მოდის, ახლა ნუ სიცივე იყო თავზე, შაფი ქონდა თუ თავზე თავსაბურავი იყო და საქართველოს ჰიმნს მღერის კატის კნავილით მიაუ მიაუ რაღაც ასეთ ხმებს გამოსცემდა. ნუ ეს კვადრობერები ახალი, ნუ გენდერი როა ერთ-ერთი 75 თუ 16 არ ვიცი მთელი სია, ახალი ტენდენცია ამ კვადრობერების უნდა შემოტანა, ჯერ ჩვენთან არ არის მადლობა უფალს რა. უნდა შემოტანა. მე პატარა დიშვილი მყავს ხოთაშორის და გამოვიდა და მიყვება რა, აი საიდან გავიგე კვადრობერები, ხა ეს TikTok-ი რაღაცა, ხო იცით, ბავშვებს თავისი ალგორითმი აქვს რაღაცა და კი ვეკითხები შენ მოგწონს მეთქი? არაო, რას ამბობ, ჩვენთან ხო არ იქნებიან ესენი.
ისეთი ბედნიერი ვიყავი ბავშვმა ეს თქვა ვერ აგიხსნი. ძალიან რთულ პერიოდში ვარ და ძალიან რთული პერიოდი გველოდება კიდე წინ რა. ურთულის დღეები გველოდება. დიდი მადლობა. ნერვების თამაში. დიდი მადლობა ნუკა. სტუდიაში მოგზაურობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდა ჟურნალისტი ნუკი არველაძე. ჩვენ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი. მოგესალმებით გიორგი, მადლობა რომ გვეწვი. მოგესალმებით, მადლობა თქვენ. ჩვენ გადაცემის მსვლელობისას ვსაუბრობდით იმაზე, რომ ევროკავშირი განიხილავს ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, თუმცა ვეტო დაადო უნგრეთმა და სლოვაკეთმა. და ჟურნალისტმა რიხარდ იოზვიაკმა, რომელიც იქ მოღვაწეობს ევროკავშირის კორიდორებში, უამრავი თავისი წყარო ყავს, ამბობს ასეთ რამეს, რომ სავარაუდოდ ამ კვირაში ევროკომისია განსახილველად წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, რისთვისაც კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს. ანუ უნგრეთის და სლოვაკეთის ვეტოს თავს დააღწევენ, აი კონკრეტულად ამ კუთხით. როგორ ფიქრობ, ახლა ჩდება კითხვა, ჩვენ საქართველოს ქვეყანა, რომელსაც აქვს სუვერენული განვითარებისთვის საკმაოდ დიდი გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მობილური დიპლომატია ვაწარმოოთ, მოქნილი, მომართული, კარგი გაგებით და უცებ ბრიუსელი უზღუდავს ქართულ დიპლომატებს ევროკავშირის ზონაში შეღწევას. იქ ასე მარტივად არ არის, ახლა მთელი რიგი ქვეყნები, ბალტიისპირეთში ალბათ ეს იქნება პრობლემა, მაგრამ იგივე სერბეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ევროპის გულში იმყოფება, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტობა, გარდა ამისა, მეგობრები ნამდვილად ყავს საქართველოს უნგრეთის სახით, პიტერ სიარტო აკეთებს საკმაოდ მკაფიო გზავნილი გააკეთა, რომ ფაქტობრივად ქართველ ხალხს უშლიან თავისი არჩევანის განხორციელებასო, რადგან არ მოვიდა, ვთქვათ, ლიბერალური ხელისუფლება. როგორ შეაფასებდი არსებულ მდგომარეობას, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა ბერკეტები გვაქვს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, სამშვიდობოს გავიდეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით დავით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იმის ქართული გამონათქვამის არ იყოს, ეს ის ევროპა აღარ არის. დაახლოებით 5-10 წლის წინ, 7 წლის წინ, რომ მსგავსი რამე მომხდარიყო, განა თუ რაღაცა ზარის შემოკვრის მომენტი დადგებოდა, უბრალოდ შეიძლება ხელისუფლებაც კი ჩამოშლილიყო და დამხობილიყო. დღეს ჩვენ თვალწინ იცვლება ევროპაც, ხო? ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ეხლა დღეს გქონდათ შეხვედრა კაია კალასის, ასე ვთქვათ, თამადობით და უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით ამ სანქციები და ასე შემდეგ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და ასე შემდეგ, რასაც აბსოლუტური უმრავლესობა ჭირდებოდა, იაქტიურეს ორბანისა და ფიცოს, ასე ვთქვათ, ქვეყნების წარმომადგენლება უნგრეთმა და იმის თქმა მინდა, რომ უფრო თამაშს გავს ეს ყველაფერი და ან თუ თამაში არ არის, რაღაც ბოლო კუდის მოქნევის თვითმხილველები ვხდებით. რაც შეეხება ინდივიდუალურს, მან უმრავლესობა საკმარისია და მიიღებენ, ესეც დროებითია. მთელი საქართველოს დაგვა სანქცია, რომ შეიძლება 2-3 თვის შემდეგ ისე განვითარდეს მოვლენები, რომ აბსოლუტურად ფასი დაკარგოს და დარწმუნებულად ისე წავამართლა მოვლენები, რომ აბსოლუტურად ფასი ექნება დაკარგული მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეხლა ამ ფონზე მაგალითად აი პარალელები რო გავავლოთ, აი ელემენტარულად სუფთა ქრისტიანულად ადამიანურად ამავე საბჭოში იქნა
უნგრეთის მხრიდან დაყენებული საკითხი, რომ ამ წინა საშობაოდ მაინც იქნებ ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწიათ უკრაინაში და მხარი არ დაუჭირეს უკრაინაში. ხო, წარმოგიდგენიათ მათი მორალი და საკითხებისადმი მიდგომა და თანმიმდევრობა როგორ ალაგებენ, რომ ვიღაცა მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება დღეიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ მოხვდეს მათ ქვეყანაში, ის იყო მთავარი განსახილველი თემა და ის რომ ხოცვა-ჟეტლა თუნდაც ერთი თვით, ორი კვირით გაჩერებულიყო, ის მათთვის მიუღებელი იყო. ამიტომ აქ საგანგაშოს მე ვერაფერს ვერ ხედავ, უბრალოდ ეს არის ჩვეულებრივი, უკვე მე რამდენი ნიღბის, მაგრამ აბსოლუტურად აი უნიღბოდ დარჩენა ამ დასავლური ძალების და ჩვენ თვალწინ ხდება აი ეს პროცესები, რაც ისედაც ბევრჯერ თქმულა და ბევრჯერ გვითქვია, მაგრამ თვალით დანახულს კიდე სხვა ესე იგი ეფექტი შეიძლება კონდეს. მე აქ ლიეტუვამ და ესტონეთმა იაქტიურეს ინდივიდუალური სანქციები დააწესეს მანამდეც, სანამ ამ მთლიანი იქნებოდა განხილვები და ძალიან მომეწონა პარლამენტის თავმჯდომარის პაპუაშვილის შეფასება ამასთან დაკავშირებით, როცა მან აღნიშნა, რომ ავღანეთში, სადაც მათი საომარი იყო, ხო? ეს ჩემთვისაც ისეთი თემაა, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ამ მისიაში ნამყოფი და ვიცი რაც ხდებოდა და რა კონტინგენტით ვიყავით წარმოდგენილი ქართველები და სხვისი კონტინგენტის რაოდენობაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ყველაზე დიდი ლომის წილია ქართველებს. მათ 860 ადამიანი იმყოფებოდა და მე შემდეგ ეტაპზე უკვე 1600-მდე 2 ბატალიონი გაიზარდა და აბსოლუტურად არ ვიცი, ყველაზე დიდი კონტინგენტი ყავდა წარმოდგენილი საქართველოს და ამ ფონზე ქვეყნები დღეს გვასანქციონებენ, რომლებსაც რომელთა მიმართებაში საქართველოს იმდენი სამხედრო დაკარგა და იმდენი სამხედრო დაგუყვა, რამდენიც მათ საერთოდ კონტინგენტი არ ყოლიათ მაგდანი და ისიც მე ის დავესესხები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისიც შტაბებში და რაღაც შენობებში შემძრალი ამ მართლ პუნქტებში იჯდნენ და იყვნენ განთავსებული. უბრალოდ ეს არის პიკი მათი უსამართლობისა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ საგანგაშო აქ არაფერი არ არის, ერთადერთი შეიძლება გულისწყვეტა მოყვეს ამას, ამ ამბებს და რაღაცნაირად დიდი ხანია ჩვენ წლებია უკვე 3-4 წელია ჩვენ შეგვეცვალა დიდი წარმოდგენები, მაგრამ კიდევ უფრო გვიმყარებს აზრი, გვიმყარდება აზრი მის შესახებ, რომ ამათთან ენის მოჩვლებით საუბარს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არაფრის შედეგის მომტანიარე გარდა დამღუპელი მოქმედების საქართველოში და ვფიქრობ, რომ სწორად აწონილი შეფასებული აქვს საქართველოს ხელისუფლებასაც. აქვე დავით ბარემ ეს საკითხი ამოვწუროთ. პოზიცია ის რომ უფლება გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლებამ და რეაქცია იქონიოს, ხო, ამ უფლებას არ გამოვიყენებთო იმავე ქვეყნების ამ ლიეტუვისა და ესტონეთის მოსახლეობის მიმართ. ხო, და იცით რა, რო დავფიქრდი, ცდუნება იმისა, რომ მართლა გაბრაზდე და ეს ელჩები გააძევო აქედან და რაღაც და ბოდიშთან გამოთქმაზე გული მოიფხანო და რაღაცა ის შენი ის დაიცვა. მე ვფიქრობ, რომ უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმ პირობებში, როდესაც 2-3 თვეში აბსოლუტურად სუსხას მოვლენებს ველო, ეს რო იყოს ახლა რაღაცა ეს მომენტი ტრამპის გაპრეზიდენტის. ეს არის გამორიცხული. ხო, იმიტომ რომ მე გაფჭებული და დაშლილი ურთიერთობების აღდგენა ცოტა ისე რთულია, ჩვენ რუსეთის მაგალითზე ვხედავთ, რომ რაოდენ რთულია და რაოდენ მიუღწეველი ბრჭყალებში, თუმცა საქართველოს დღეს გააკეთა. აი რუსებმაც კი თქვეს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ საქართველოში რაც მოხდა, უბრალოდ ხმას არ ვიღებთ და ვერც ვიღებთო. ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და რომც მომხდარი შევაქოთ ან დადებითად შევაფასოთ, აქ დაგვაბრალებენ რომ ჩვენ ჩავერიეთო. კი ბატონო. ამიტომ საერთო საქართველოს რეაგირება არ ქონია. კი, პატივის ვცემთო და არ ვერევითო და სხვათა შორის მაიმედებელია ეს განცხადებები, დღესაც გაკეთდა საგარეო უწყების მხრიდან განცხადება, რომ ჩვენ ვართ მზად გავაგრძელოთ ეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მიმართული ნებისმიერი ესე იგი მსვლელობა საქართველოსთან დაკავშირებით და ეს მაიმედებელი რაღაცნაირად აქ ჩვენი მხრიდანაც უნდა რაღაცა თანხმედრაში უნდა მოდიოდეს განცხადებების, მაგრამ კიდევ ერთხელ არ ვამტყუნებ ხელისუფლებას, ეს 2 თვეა თუ თვენახევარია დარჩენილი, ეს გადასალახი უნდა გადავლახოთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ბევრჯერ გვითქვია წინა გადაცემაში რა კარტებს გაშლიან და რა კოზირი უჭირავთ ხელში და რა ხაფანგებს დაგვიგებენ, ამიტომ ფრთხილად, მოზომილად და ვფიქრობ, რომ სწორად გადადგმუნა. ხო, ნუ ეს ხაფანგები იქნება დიდი ალბათობით, ახლა ასევე უყურებ სიარტოსგან დიამეტრალურად რადიკალურად განსხვავებულ განცხადებას.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, მიუესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, რაც მკაფიო სიგნალს წარმოადგენს. და იქ ქვემოთ ასევე აგრძელებს საუბარს იმაზე, რომ ხალხის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაგრძელდესო, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს. რაც მოიცავს ჟურნალისტებისთვის დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას, როგორც აირწინაღების, რათა თავიანთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულება შეძლონო. ეს კაცი აცხადებს და რომელ ჟურნალისტებს გულისხმობს აქ? ნახეთ, თავარი არხის პირველის და იმ ფორმულის, არ ვიცი ხოლმე. ანუ მათი დესანტის, ჩვენ წინა გადაცემაში თავის სახელი დავარქვით ამათ, ეს არის დასავლური ძალების მედია დესანტი საქართველოში, რომელსაც შეიარაღება ჭირდება, ეს დაიწყება აირწინაღებით, მერე გაგრძელდება პიროტექნიკით, მერე ალბათ მოლოტოვის კოქტეილები თუ რას ეძახიან და შეიძლება ცეცხლსური იარაღიც ვიხილოთ და შუბები, შვილდისრები და ასე შემდეგ, რომელსაც მერე სხვა სახელი დაერქვა. ახლა მე ძალიან მენიშნა მაგალითად პრეზიდენტის ესეთი განცხადება, რომ რაღაცნაირ უჩვეულო რუსულ ზამთარში ვიმყოფებითო და ველოდებითო ქართულ გაზაფხულს. ის რაღაცნაირად პარალელები მithumetes ახლა რო არ ეხსენებინა რუსული ზამთარი ვიფიქრებდი რომ რაღაც გაზაფხულის მოლოდინშია ქალბატონი და მაგრამ ბმაშია ესენი ხო შეჩეული არიან ამ რაღაცა ტერმინებით რაღაცა წლების რიცხვების რაღაცა ის ჩვენ უბრალოდ ერთ წუთიან იმას გავაკეთებ და ხაზი გაესვა ალბათ არაბულ გაზაფხულს რომელიც 2010 წლის კაკრას ამ პერიოდში დაიწყო ის დეკემბერში და რაღაც ერთი თვის მერე ალბათ იქაც უჭირდათ ეს საკრავული მსხვერპლის თემა და მერე ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ თავი დაიწვა და ამას მოყვა მერე და ეს ტუნისის ლიდერიც გაიქცა ქვეყნიდან და გადაედო მთელ არაბულ ქვეყნებს და ასე შემდეგ და ოღონდ ერთადერთ რამეში და რა მოიტანა ამ არაბულმა გაზაფხულმა არაბული ქვეყნების მოსახლეობისთვის ჩვენ კარგად ვხედავთ და იმიტომაც სწორად დაერქვა იმ არაბულ გაზაფხულს დღევანდელი მდგომარეობით უკვე არაბული ზამთარი ხო და სწორედ ამ ზამთარზე აქვს ლაპარაკი ვიმყოფით ოღონდ თანმიმდევრობაში ვერ დავეთანხმები თუ მას დაუჯერებთ და რუსულ ზამთარში ვიმყოფებით დასრულებული ყოფილა ამათი ქართული გაზაფხული იმიტომ რომ გაზაფხულს უნდა მოყვეს ეს ზამთარი და იგივე მაიდანი და მე წეგან ხაფანგებზე ვლაპარაკობდით და ეს მისგან ჰაერზე მოტანილი სიტყვები არ არის როგორც ჩანს კარგად დაგეგმილ ასე ვთქვათ მოქმედებებთან გვაქვს საქმე და რამდენიმე დღეა დარჩენილი კიდე ახალი გაპრეზიდენტებული მიხეილ ყავილაშვილის ინაუგურაციამდე და ალბათ დღის წესრიგს იხილავს ეს ხაფანგები ჩვენი თვალით ვიქნებით მოწრებით თუმცა აქვე მინდა დავარწმუნო ქართული მოსახლეობა ვიყოთ ფრთხილად ოღონდ ამათ არაფერი არ გამოუვათ ეს ფაქტი სახეზეა ხო, მაგრამ ცდილობები აგრძელებენ ისინი თავიანთ აქციებს. დავით, ერთი რაღაცას ჯგუფები გამოხოთ. ერთი რაღაცას მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ზოგადად ამას ვერიდები ხოლმე ამ კუთხით, ამ ჭრილში, აი რელიგიურ ჭრილში რაღაცის განხილვას, მაგრამ იმდენი რამე მოხდა ამ დღეებში, ამ რაღაცა საპატრიარქოსთან ეკლესიებს დაესხნენ თავს, ახლა მსვლელობები იყო, დავით, სადაც ეწერა, თანაც იყო როგორ მზაკრულად ინგლისური წარწერები იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის ალბათ უმრავლესობამ ინგლისური არ იცის და შეიძლება ვიღაც თვალში არ მოხვედრილიყო რომ ესე იგი შეეწინააღმდეგონ ანტი-LGBT პროპაგანდის კანონს და დაანგრიონ საპატრიარქო თავისი ემბლემით და ასე შემდეგ. ეხლა მე გეკითხებით, იქ ეგრეთ წოდებული გულუფრხილო ესე იგი მომიტინგეებზე რო იძახიან რომ აი საქართველოს შეყვარებული და ნაცებზე არ ფიქრობენ ვინმეს რო LGBT უხსენო შეიძლება თვალები დაგთხაროს ან რა შუაშია საპატრიარქო რაღაც და იმ პლაკატების იმ ლოზუნგების უკან ტარდება მარშები და მიყვები ეს ხო მიზან მიმართულია ყველაფერი ანუ მე ახლა ხაზი რას გავუსვი რომ არავის დაგავიწყდეთ აი მე ვიძახი ესეთ რაღაცას რომ საქართველოს და წეგან მაგით დავიწყო რომ ზოგადად ამას ხაზს არ უსვამ ხოლმე დავით მაგრამ უნდა აღინიშნოს იმიტომ რომ დღეს ჩვენ პირდაპირ ბნელ ძალებსა და ქრისტიანულ მორალთან და ასე შემდეგ აი ამ ომის მომსწრენი ვხდებით და საქართველოს ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ჩვენ ვართ ქრისტეს დედულეთი და
ყველა საქართველოს მართლმადიდებელი მოქალაქე. ეს ვართ ქრისტეს მხედრები. კიევო-პეჩორის ლავრაც ღვთისმშობლის წილხვედრია. მაგრამ იყო ეს ვაკხანალია გამართული. მანდ მივდიოდი და აი ზუსტად მაგას ვამბობთ, რომ ამათ უნდათ ეს, მაგრამ საქართველოში ეს არ გამოვა თუ აი მაგას უსვამ ხას, რომ საქართველო ეს არის ლუკმა, რომელსაც ვერ გადაყლაპავენ და ვინც შეეცდება, დაიხრჩობა და აი მათი მოხრჩობის ამ გადაყლაპის პროცესში, ამათი მოხრჩობის მომსწრენი გავხდით. იქ ახლა უკრაინასთან დაკავშირებით, უკრაინას სხვა ისტორიული ქვენა დინებები იყო, რამაც ეს საშუალება მისცა ესე მომხდარიყო, ბანდერელების თემა იყო და ასე შემდეგ, მაგ უკრაინის თემას არ გავშვით. იქ იყო საფუძველი იმისა, რომ ეს მომხდარიყო, მომწიფებულიყო და არაერთი მათი ეპისკოპოსი მართლმადიდებელი, მართლა ეპისკოპოსი, ისინი კი არა დღეს ახლა ბოდიშთა წელზემოთ გახტილების სატანური სიმღერებს რომ ღერიან. ნამდვილად ეპისკოპოსი ამბობს, ეს არის ჩვენი ბრალი და აქ მოყავთ უამრავი მაგალითები და მე ნუ გაგვიკვირდება ჩვენი შვილების თავზე ბომბები რო წვივალ. თვითონვე მათმა ეკლესიებმა გაამტყუნეს მათივე მოსახლეობა, მათივე ხალხი და ამის საფუძველი უბრალოდ აქ არ აქვთ. და იქ როგორ დაიწყო ნგრევა ეკლესიის გახლეჩვით, ხო უკვე მე რამდენი წელია, ჩვენ ახლა 2-3 წელია გადამწყვეტ ბრძოლაში არიან საპატრიარქო, მე რამდენი წელია, ხო რაც არის საქართველოს გამსახურდიან დაწყებული დღემდე მიზან მიმართული ბრძოლა მიდის პატრიარქზე, პატრიარქის ინსტიტუტზე, უწმინდესზე და საპატრიარქოზე, წმინდა სინოდზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სიტყვა დღეს საიდანაც გამოდის, ეს არის ჩვენი დედა ეკლესია. მეტნაკლებად ყველა რაღაცას ვცდილობთ, რომ ეროვნულ მხარეს დავდგეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და შეიძლება რაღაცა შეგვეშალოს, დავით, მაგრამ ეკლესია ეს არის ქრისტეს სხეული, ამას არაფერი არ ეშლება, ის არის მუდმივი ჭეშმარიტება და აი იმის დანგრევას ვცდილობენ, საიდანაც დაიწყება უკვე საქართველოს რღვევაც და ამიტომ არ იმედით, რომ ის შეუვალე ქართული ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ ეხა ქრისტეს ყავდა 12 მოციქულში, თავარი მოციქულები 12 ყავდა და 1 იუდა, ხო? ეს სახარებაში შემთხვევით არაფერი არ იწერება. ყველაზე კარგ შემთხვევაში 12 მეგობრიდან, ასე ვთქვათ, მოწაფიდან თუ თანამშრომლიდან, ასე შემდეგ, ერთი ყოველთვის არის მოღალატე. უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში უფრო მეტი. მე ვხვდები რატომ ამბობთ ამას? ვერ ვიტყოდი რომ ისინი არიან მოღალატეები, უბრალოდ მათი ტვინი არის ასე მოწყობილი, სამწუხარო არის, პირდაპირ ვამბობ, წმინდა სულთა ჟურნალისტური გაგებით, ჩემი ხედვა მაქვს, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე. გულისხმობდით ალბათ იმ სასულიერო პირებს, რომლებსაც აქვთ ეს ეკუმენისტური ბაცილა. კი ბატონო. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეს ასეა. ხლა მთელი რიგი მაღალი იერარქებიც გამოვიდა რამდენიმე და პირდაპირ იქ კი ჩანს, რომ ჰუმანური არის მოწოდება, რომ იქ არ უნდა გაილახოს ჟურნალისტი ან არ უნდა იყოს წაქცეული ნაგვემი, ნაცემი რაღაც, მაგრამ ამ განცხადებებს აკეთებენ სწორედ ის იერარქები, რომლებიც იმპონირებენ ამას ყველაფერს. ხვდებით? ანუ მათ მოწონთ პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებენ. კი ბატონო, ნახე დავით როგორ არის. აი კითხებს ესბა. ეშმაკი რაში არის ძლიერიო? ეშმაკი ყოველთვის გელაპარაკება ნახევარ სიმართლით. აი ზუსტად 10 წამს აგართმევთ დავით და აი როცა ადამ და ევას აცნა იმან უთხრა რომ ვაშრო შეჭამ თვალი აგეხილებ და ტყუილი კი არ უთქვია ეშმაკს. მართლა ეხილა ადამს თვალი, ოღონდ მერე დანარჩენი სიმართლე არ უთხრა რომ ამით ეს დაიღუპებოდა. იგივე ხდება ახლა. სასულიერო პირი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ მე ვემიჯნები ჟურნალისტების ცემას, მოსახლეობის ცემას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და პოლიციამ გადაამეტა თავისუფლებებს და რაღაცა და აქ ამთავრებს თავის დიალოგს, თავის ქადაგებას თუ თავის მოწოდებას, ხო, ის პირდაპირ ღალატობს დედა ეკლესიას და საქართველოს სახელმწიფოებას და რატომ? იქვე უნდა გააგრძელონ, რომ ჩემთვის მიუღებელია LGBT პროპაგანდა, რომლითაც ეს ხალხი მოძრაობს პლაკატებით, მიუღებელია რომ პატრიარქს ებრძვიან, მიუღებელია რომ საპატრიარქოს დანგრევას აპირებენ, მიუღებელია რომ რუსეთთან ომში ამას თუ არ აკეთებს სასულიერო პირი, მე კი ეს არის ეშმაკის ხერხებით და ეშმაკის მანქანებით რაღაცა მხარდაჭერა, ირიბი მხარდაჭერა, მაგრამ მხარდაჭერა იმ მოსახლეობის, ვინც ნეფსით თუ უნებლიეთ, ცოტა რბილი ვიქნები დღეს ჩაბმულია ამ პროცესებში. მე წინა გადაცემაში კატეგორიული ვიყავი და დღესაც იგივე ვჩებით, ოღონდ დავამატებ უბრალოდ რაღაცა ზოგ სხვანაირ მე იმ ბავშვებზე არ ვამბობ, რომ თქვა აი მათ უკან ვინც დგანან, მათი განეიტრალების ყველა ხელისუფლების სახელმწიფოს ხელთარსებული საშუალებით უნდა იქნას მიღწეული მათი განეიტრალება. ყველა საშუალებით, იმიტომ რომ საფრთხე, რეალური საფრთხე გვაქვს და ძალიან მკაცრი და ეს ბავშვები დასაღუპად ყავთ ასე ვთქვათ, განწირული და გამოყვანილი. ამას გულისხმობდი და იმ მამაებსაც, მე ახლა შემინდოს უფალმა და ალბათ
განკითხვაზე დიდი ცოდვა არ არსებობს, ასე ვთქვათ, ქრისტიანობაში, მაგრამ სიმართლე რაღაცა უნდა ითქვას. მე ვამბობ იმას, ჩვენ არ განვიკითხავთ, ჩვენ ვამხნევთ. რაღაც ფაქტების კონსტანტირებას ვახდენთ. ხილება არის რაღაცა არ ვჭორობთ, რაღაცა გული შეგვტკივა ქვეყანაზე და მოუწო. შეიძლება მართლა ვიღაცა ვერ ამჩნევს ამით რას აკეთებს, მაგრამ იქნებ ვინმე მოისმინოს და თუ დაფიქრდეს, აბა იქვე რატო არ აკეთებენ, რატო არ გმობენ იმ სიბილწის პროპაგანდას, რის გამოც სოდომი და გომორა გოგირდის ცეცხლს მისცა ღმერთმა. აი ამას რო არ აკეთებ, მაშინ დასაწყის შენ ხარ ფარისეველი და მხოლოდ ამ წისქვილზე წყლის დასხმას ემსახურება შენი სიტყვები. ხო, მე ვთქვი დღეს რომ რუსთაველზე იკრიბებიან სხვადასხვა სფეროთა წარმომადგენლები, ახლა კიდე გამოჩნდა 10 წუთის წინ დადეს ინფორმაცია, ახალგაზრდა მეცნიერები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია შეუერთდნენ. ანუ ეს არის ის უნივერსიტეტი, რომელიც პრინციპში არის ბუდე. ამ მორალურ მენტალური სიმახინჯის, რაზეც ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს კარგია, ეს თანამედროვეა, ეს დასავლურია, ეს აუცილებელია. კი ბატონო, აი რისი თქმა მინდა დავით, აი უყურეთ, რამდენიმე დღის წინ მეგობარმა დამირეკა და რომ რაღაც გადაცემა მიმითითა რომ გავიდო და რაღაც სიუჟეტი უნდა მენახა TV პირველის ეთერში და უბრალოდ დრო არ იცოდა ზუსტად და მომიწია რამდენიმე საათის გადავახვე უყურებდი ესე იგი 2 საათამდე მომიწია ყურება TV-ზე. გეუბნებით მე მეგონა რაღაცა წარღვნის ეპოქაში ვცხოვრობ და იქცევა ქვეყანა. და თქვენ წარმოგიდგენიათ 5, 6 და 4 წლით იმ ქარხანაში რო შეუშვებ, ტვინების გამორეცხვის ქარხანაში, ბოს ის რა მენტალიტეტი უნდა, ეხლა როგორი რაღაცა იცი დავით, ამათი გამოგლეჯვა ამ ძალიან რთული პროცესი იქნება რა. ეს იქნება ბოლო პროცესი ამათი გამკურნებისას, რომლებიც ჩემ თავსაც ვადანაშაულებ. ჩვენი თაობის ბრალი არ, ჩვენგან დამოუკიდებლად შეიძლება ჩვენ ვერ შევძელით რაღაცა მეტი გაგვეკეთებინა იმ მსგარე წნეხისა და გარე ძალების გამო და დრო იყო ისეთი 90-იანები და მოყოლები დღემდე საბჭოთა კავშირის დანგწევა, ამ 15-ვე რესპუბლიკის დაჩოქება, გაპარტახება და ასე ჩვენ ვერ შევძელით ამათი დაცვა. და ჩვენს ხელსა და თვალშუა შეიქმნა ეს ტვინის გამორეცხვის ქარხნები, რომლებიც დღესაც წარმატებით მუშაობენ და ურეცხავენ ტვინს ამ განსაკუთრებით ქართველებს. ამას მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ის სხვა დანარჩენი ეროვნების მეტნაკლებად ახერხებენ რაღაცა ამ არ ვიცი როგორ სიმართლე გითხრათ, აი დაწყებული სკოლებიდან და ბაღებიდან რაღაცნაირად ეს ხალხი ახერხებს ამ ტვინებს არ არეცხინებენ. ანუ ლიბერალური დღის წესრიგი საქართველოს არაქართველ მოქალაქეებზე თითქმის არ ვრცელდება. მე თბილისზე არ ვლაპარაკობ. განსაკუთრებული სიმკაცრით მიდის ქართველების ტვინის გამორეცხვა, რომელიც ალბათ ერთ-ერთი წინაპირობა მიზნის მისაღწევად. და ამის მაგალითი მე ახლა უყურეთ, აი ევროპელი ლიდერები იყვნენ ჩამოსული რა გეფიცებით, მე სახეს და გვარებს აღარ ვკითხულობ უკვე, იმიტომ რომ ყველა ერთია. აი უბრალოდ სახე აქვს სხვადასხვა თორე, აი კოლექტიური კაია კალასები და ორბანი კი არა, ბორელები და ასე შემდეგ ესენი არიან. ასევე დღეს იქ ვინც დღეს ორბანი ჩვენი კაცია. ხო, ამიტომ ბოდის ვიხდი ბატონ ორბანს, ხელმოსაკიდების მოყვარული და პატრიოტული. ხო და ეხლა აი აქვე აი გადავერთვები უცებ დავით დრო ცოტა გვაქვს და მინდა ერთი სიტყვით ყაველაშვილის თემასაც შევეხო. მოკლედ შეგვჭამეს უდიპლომო ასე შემდეგ. აი უყურებდი მის გამოსვლას და განცდა დამრჩა რომ რაღაცა ინსტიტუტი იქნება დღეს საქართველოში, რომელსაც შეიძლება ხელმძღვანელობდეს კაცი, ადამიანი. ლეხვალენსა იყო სანტექნიკოსი. ანუ დიპლომია მასაც არ ქონია. ადამ მიხნიკის ძმაკაცი ერთად სხვათა შორის სახელწოდებაც ანალოგიური ჰქონდათ, როგორც სოლიდარობა იყო მათი ეს მოძრაობა, რომლებმაც დაიწყეს უკვე აი საბჭოთა პოლონეთის აწყობა და ეს ლეხვალენსა ისე დადებითი იმიჯი ჰქონდა ყოველ შემთხვევაში. დიპლომი არ ქონია. სტალინს ჰქონდა დიპლომი არ ქონია, მაგრამ აზანზარებდა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა და ასე სემინარიაში სწავლობდა. სემინარიაში, კი ბატონო. კი, ანუ მე რისი თქმა მინდა, იცით რომ ეხლა იმისი არ იყოს, ეხლა გენერალ პროკურორად დაინიშნა ეს მთავარ პროკურორად ფარცხალაძე და რო ვერაფერი მოიფიქრეს. აი წარმოგიდგენიათ, ბოტასები მოიპარაო სადღაც. ანუ მე ეხლა აბსურდის იმას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ანუ ადამიანზე ყაველაშვილი რო იყოს კორუმპირებული რაღაცა
ფაქტები რო არ აქვს, დიპლომი არ აქვს. ესე იყო წულუკიანზე თუ გახსოვთ იუსტიციის მინისტრი როცა გახდა, წულუკიან თუ ხო და ის დიპლომი არ აქვს შემდეგ, მაგრამ მე დიპლომიან ზურაბიშვილს, მარგველაშვილს, რომელსაც დიდარი სექსუალური ცხოვრება ქონია და ასე შემდეგ აღარ ჩავყვები ქვემოთქვემ სააკაშვილით დამტავრებული, ხო? იმათ დიპლომიან ამოსუნისა ცხოვრებას უდიპლომო კაცის ეროვნული ადამიანის ერთი ამოსუნ თქვა მირჩევნია და ეს მომენტი არის აქ ეხლა იცით რა არ მინდა წინას რაღაც ქებადიდება და უბრალოდ გახარებული ვარ რომ სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი მოხვდა ისეთ ადგილას რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი და საკვანძო ფუნქციას ასრულებს საქართველოს დღევანდელ იმაში ცხოვრებაში და აი ეს თავი ფუნქცია ურთიერთშერიგებისა და ამ იმის რაც ზურაბიშვილმა პირიქით გამოიყენა და რა ურთიერთშერიგებაზეა ლაპარაკი ლამისა თავზე დაგვამხოს და ერთმანეთს დაგვაჭმევინოს ქართულებს ხო აი ამ ფუნქციის შესრულება ზუსტად ვიცი რომ პირნულად იქნება გაკეთებული ამ ახალი პრეზიდენტის პირობებში ხო და გვაქვს 2 წუთი დარჩენილი ახლა ზურაბიშვილს რაც შეეხება როგორ ფიქრობთ გიორგი ის ამბობს, ნუ თქვა ყოველ შემთხვევაში განაცხადა ხმამაღლა, რომ არ აპირებს გასვლას ამ ორბელიანების სასახლიდან. ანუ ეჭვიც გამოითქვა, რომ ალბათ დიდი ფული აქვს მიღებული, ნუ ან ხაზარაძე დგას მის უკან, ან ნუ ყოველ შემთხვევაში ანგლოსაქსები. ვინაიდან სერიოზული ბონუსი აქვს, რაც არ უნდა მომხდარიყო ის რადიკალები აი ამ ოპოზიციის სახით, თუნდაც ეს ჭინკები ახლა კიდე ეს გვარამიამ თქვა, თელ საქართველოს რაც კი ტაქსისტები არიან, ყველას მიაფურთხა. ანუ რაც ტაქსისტებს აკადა ხო დიპლომიან ტაქსი ეს არის ნუ იმ ადამიანების გინება ფაქტობრივად ანუ გვარამია მაგინა აი პირდაპირ განვავრცობთ რაც კი საქართველოში ტაქსისტები არიან ყველას აგინა გვარამია აი დაუმარცხლე უფრო გასაგები რო იყოს ხო და ეხლა ესენი აი წარმოიდგინეთ ახლა რა ფიგურები არიან ხო მენტალური შინაარსით ჩაცმულობით ვარცხნილობით ყველაფრით პროვინციელები ანუ პრობლემა ქართველებში კიდე თქვით კრიტიკულებიც რაღაც მომენტში უნდა ვიყოთ რომ ემოციური გენოტიპისგან გამომდინარე ქართველები როდესაც სხვა გარემოს ჟანგბადს ჩაიყნოსავენ თუნდაც ევროპულს გნებავთ აზიურს მნიშვნელობა არ აქვს ეს ჟრიამული ეწყებათ რაღაც ემოციური გადამეტებული და რასაც ქვია უფრო პოპულარული ენით უნახაობა აი ამ უნახაობით ყველაფერი ერთბაშად დაემართათ ამათ და აი ასეთი წვრილი ძალათ ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსების თვის იღწვის ეს სალომე ზურაბიშვილი ანუ როგორ შეიძლება დაიჯერო რომ ამას ბონუსების გარეშე აკეთებს პირველ რიგში გვარამიას რაც შეეხება დავით ახლა გვარამიამ ღვინოში მოგვისაქმა ასე რომ ვთქვათ და ბორჯომში თუ რაღაცა კიდე მეორე სასმელი იყო და ამისთვის პასუხი გასცეს მთელ კახეთის წარმომადგენლება და მაგისტა ბერძენიშვილის სურათები საპირფარეშოებშია ღირსეულად გამოკრული აქ გვარამია გვერდზე გადავდოთ ზურაბიშვილს რაც შეეხება იცით რა მე არ გამოურიცხავ რომ არაფერი არ კონდეს აღებული ამაში იმიტომ რომ ზურაბიშვილი არის გაზრდილი ნაკვები ამ საქმისთვის ზუსტად ამიტომ იყო მოყვანილი და იმ საქმეს ასრულებს რის გამოც ეს კვებეს და დღემდე მოიყვანეს ეს აგენტი განსაკუთრებულ არაფერ იმას საფასურს არ აიღებს ამაში ასე ვთქვათ თუმცა აი როგორ ხავსეკი წყალწაღებული ხავსეკიდებოდა ზუსტად იმის ხილი აი ბოლო აი იმიტაცია რო რა უნდა გააკეთოს ახლა არ არის პრეზიდენტი არალეგალურად შესახლებული იქნება იმ რეზიდენციაში ჩაუკრე შუქი გამოურთე გაზი გათბობა რაღაცა რაც ისამს პლიტას დაიდგამს აი იჯდეს ბატონო და ყაველაშვილი ძველ რეზიდენციაში შევა უკეთესია სიტყვაზე ვამბობ ის აი რა უნდა არაფრის მომწემი და მომტანი ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ შეცდომა არ უნდა დაუშვას არ უნდა გაამწაფროს ამ ფონზე ბოდისუხტი მაყურებელს მაგრამ მართლა ეგდოს სადაც გდია შეიძლება სააკაშვილით კრეშაზე ავიდეს და იქიდან რა ვიცი ხა ცოცხლზე შეჯდეს და ისე გადმოფრინდეს მაგრამ მისი დღეები დათვლილია ორი პარასკევი აქვს დარჩენილი და ვეთანხმები და არაფერი როგორ გითხრათ საფრთხის მომასწავებელი მისი გამოსვლა არ გომასვლაში არ არის მე კიდევ ერთხელ ვამბობ რითიც გადაზემა დავიწყეთ სულ სხვა ხაფანგებს ველოდებით
სიმართლე გითხრათ და არ მინდა რომ ეს მოლოდინები ახდეს, იმიტომ და ამისთვის მზად უნდა იყოს დასავლეთის აუდიტორიისთვის იქნება ეს რეზონირებადი, ანუ აი რეზონანსის გამოწვევი. იმიტომ რომ აქ ერთი სიტყვით ვიტყვი დავით, იმიტომ რომ ეს უბრალოდ საქართველოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ არის, ეს ბმაში არის უამრავ მესამე მსოფლიო ომთანაც, კურსკი ორთანაც, სირიაში მიმდინარე მოვლენებთან, ანტითურქულ კოალიციის ბლოკის საფრანგეთის მხრიდან შექმნას და უამრავი მომენტი არის, უამრავი რამეა ბმაში და საიდან გვექნება ეს ხაფანგი და რა ხაფანგს დაგვიგებენ, ეს აფხაზეთის მხრიდან იქნება, სირიის, თურქეთის მხრიდან იქნება თუ არ ვიცი, მნიშვნელობა თუ სომხეთის თუ აზერბაიჯანის მხრიდან, ეგ მხოლოდ ღმერთმა იცის და ამის მომენტ და ამისთვის უნდა იყოს მზად საქართველოს ხელისუფლება. მადლობა გიორგი, გადაცემაში სტუმრობისთვის. ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახლდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი. ჩვენ შევხვდებით ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. ნახვამდის.